ხო, მე მიჭირს იმის თქმა არის ის ჯერა ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი კობახიძეს და ასე შემდეგ, თუმცა მეჩვენება რომ კი ეს იმდენად ცენტრალურია მათი მსხვერპლობისთვის, ანუ მათი უნდობლობა იმისა, რომ ადამიანებს რაღაც ავტონომია აქვთ და შეუძლიათ რაღაც იდეალების გამო, ღირებულებების გამო რაღაც გააკეთონ, ეს რაღაც მათთვის უცხო იდეაა, რომ როგორც ჩანს, მართლაც აჯერებენ თავს ასეთ ხედვაში, რომ აი ყველაფერი იმართება საიდანღაც და იმართება დასავლეთიდან, ის რაც მათ არ მოსწონს იმართება დასავლეთიდან, ეს ფუძემდებლური მითია მათ შორის პუტინისთვის, ხო რომ აი შეუძლებელია რომ რაღაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციები რომ იყო, ან ნებისმიერი პროტესტები ადამიანებისა, ნებისმიერი თვითორგანიზება საზოგადოებისა, ეს არის რაღაც მითი მათთვის, ეს არის რაღაც გარედან თავს მოხვეული რაღაცა პროექტი არის. ხო, ეს არის რაღაც პროექტი და ეს გასაგებია, რატო სჭირდებათ მათ საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, ანუ იმიტომ რომ ეს არის მათთვის თავარი საფრთხე ნამდვილში, ანუ ეს ხალხი, ეს ლიდერები არიან რაღაც შეპყრობილი საკუთარი რაღაც ძალაუფლებრივი რაღაც პროექტებით და ამბიციებით და ასე ვთქვათ, მათი ეს ძალაუფლება და მათი ძალაუფლების შენარჩუნება ემყარება, ასე ვთქვათ, აი ამ საზოგადოების მაქსიმალურად დასუსტებას და აი საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობის განეტრალებას და რაღაცნაირად აი გაუქმებას, პრაქტიკულად საზოგადოების გაუქმებას. და ეს გაუქმება ერთის მხრივ რა თქმა უნდა რეპრესიებით ხდება და ამას ვხედავთ ყოველდღე, ანუ ხალხის დაშინებით და ხანდახან დაშინებით, ხანდახან მოსყიდვით და ამ ყველაფრის კომბინაციით, მაგრამ რაღაც აი ამ რაღაც ხატის შექმნით, რომ ფაქტობრივად ხალხს არაფერი არ შეუძლია. ოპოზიციას არ შეუძლია, სამოქალაქო საზოგადოება ფანტომია და უბრალოდ რაღაც გარედან ვიღაცა ფულს აძლევს, თორე საერთოდ არ არსებობენ, ხო? ანუ ალტერნატივა არ არსებობს. ხო, ამ ალტერნატივის არ არსებობის მითი უნდა ჩაუნერგონ ხალხს თავში, რომ ჩვენ თუ არა, აბა ვინ? აბა ახლა ეს ოპოზიცია რამეს გავს, აბა ეს NGO-ები ვინ არიან და აბა რაღაცა ამ სტუდენტებმა რა იციან საერთოდ რას აკეთებენ. და აი ამიტომ ეს თქვათ ძალად რაღაც ანგარიშ გასაწევ ძალად აღიარებენ მხოლოდ გარე მტერს, ასე ვთქვათ და გასაგებია რომ პუტინისთვის თუ ივანიშვილისთვის გარე მტერი არის დასავლეთი. და როგორ თავს წარმოადგენენ როგორც აი ამ გარე მტერთან მებრძოლად და თავის ყველა შიდა კრიტიკოს წარმოადგენენ გარე მტრის აგენტად. ხო, შემთხვევითი არ არის რომ ეს შემოbrunება, ასე ვთქვათ, რადიკალური ავტორიტარიზმისკენ დაიწყო სწორედ უცხო ქვეყნის აგენტების კანონით, იმიტომ რომ ისინი მართლა უყურებენ ყველა თავის კრიტიკოს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი. რევოლუციის მოწყობებს რაღაც კობახიძე ითვლის ხოლმე და საამსოთს რაღაცას, რომ აი გარედან გვიწყობდნენ რევოლუციას. ხო, აი ვარდების რევოლუცია, ეს პუტინი ამბობდა ამას, ახლა ივანიშვილი იმეორებს და მთავრობა იმეორებს, ეს იყო პროტესტ, რომელიც მათ შორის მათ მიერ იყო ამერიკის მოწყობილი, ხო, ან ვიღაც ევროპის მოწყობილი, ხო. აპროვოცირებულიც არა, მოწყობილი, ჩაწყობილი, ორგანიზებული და ეს ადგილობრივი ხალხი უბრალოდ მათი მარიონეტებია, ასე ვთქვათ. ხო, ეს აი ამას გვინერგავენ თავში. და ამიტომ ეს ვთქვათ, ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ აი დასავლეთს არ მივცეთ საშუალება მავნე გავლენა მოახდინოს გულუბრყვილო ან უსინდისო ქართველებს. აი ამ მითის მდგრადობაზე როგორ იმოქმედა მარათონმა თავისი შედეგები, თავის თვითორგანიზების ხარისხითაც და რატო გახდა ის ერთ-ერთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი და რა უნდა ასწავლოს ეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მართლაც აქვს რესურსი თვითორგანიზების და თავის ქვეყნის მომავლის განსაზღვრის. აი ეს მითი რაღაცნაირად,
მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებაში ჩნდება ეს საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა, რომ აი ჩვენ რაღაცნაირად არ შეგვიძლია, ხო და აი ჩემი აზრით აი ამ თვეში, რომელიც თავდება, ეს ორი მნიშვნელოვანი მოხდა, ერთი 26 მაისის აქცია, რომელმაც აჩვენა, რომ ეს რაღაც, ასე ვთქვათ, ვიღაცის მოსყიდული რაღაც 500 კაცის თუ 50 კაცის მოძრაობა კი არ არის, არამედ მოძრაობა, საპროტესტო მოძრაობა ცოცხალია და ახლა მართლა ყოველდღე 100,000 კაცი და თუნდაც 10,000 კაცი ვერ მოგროვდება ეს. პრინციპულად შეუძლებელია, მაგრამ ეს საპროტესტო მუხტი და საპროტესტო ტალღა არსებობს და რაც შეეხება სტუდენტების მარათონს, ამან აჩვენა, რომ როდესაც საზოგადოება ბევრი ადამიანი ხედავს, მართლა მნიშვნელოვან პრობლემას, არის არც ისე მდიდარ საზოგადოებაში, ხო, რაღაც მოთხოვნილება და მზაობა იმისა, რომ ერთად კოლექტიური ქმედება შეძლონ, ხო? თვითონ როგორც აღმოვაჩინე ამ ერთ-ერთი ასე ვთქვათ აქტივისტი, ერთ-ერთი უბრალოდ ორგანიზატორი ამ მარათონისა, ჩემი სტუდენტია, ის ამბობდა, რომ თავიდან რაღაც 20,000 მოგროვების, ასე ვთქვათ, იმედი ქონდა, მეტი არა რაღაც ეს 20,000-იც რაღაც ამბიციური მიზანი ქონდაო და ახლა რაღაც 2 მილიონს უახლოვდებიან უკვე. და ანუ მათთვისაც მოულოდნელი იყო. ხო, მაგრამ აი ქართული საზოგადოებისთვის გარკვეულად ეს დამახასიათებელია, რომ რაღაც პერიოდია თითქოს აი პასიურია ხალხი, რაღაც უტუნებთ, რომ ქუჩაში არ გამოდის, ან რაღაცას არ აკეთებს, მერე აღმოჩნდება, რომ რაღაცა ეგრეთ წოდებული ტრიგერი, ხო, რაღაცა კონკრეტული პრობლემა, რაღაც უსამართლობაზე რეაქცია ხშირად, აღვიძებს ადამიანებს და აღმოჩნდება, რომ პოტენცია აქვთ მათ თვით ორგანიზების და პოტენცია აქვთ კოლექტიური ქმედების. აი ასეთი ეგრეთ წოდებული ტრიგერების, ანუ აღმძვრელების რაოდენობა მატულობს. კი, რამდენად კანონზომიერად მიგაჩნიათ ეს, რადგან ჩანს, რომ ისინი არიან შესულები ამ ძალადობრივი სისტემის სრულყოფის სპირალში, რომელიც თავში მოითხოვს ყოველ ჯერზე დემონსტრირებას, რომ არაფერს არ დათმობენ, არანაირ საზოგადოებრივ მოთხოვნას არ უპასუხებენ პოზიტიურად, მხოლოდ საკუთარ ინიციატივებს აწევენ წინ და ყოველ მათთვის მიუღებელ ქმედებაზე უხეში პასუხს გაცემენ. ამის გამოცდილება არის უკვე ეს დიუშენის ბავშვებისა და მშობლების, რადგან საჯარო სივრცეში მithumetes გამოვიდა, რომ ვირზე შესხდნენ თუ შეჯდნენ მართლა და აღარ ჩამოდიან და ყოველდღიურად ზიანდებიან ამის მაგალითი არის პოლიციელების ქმედებების გამართლების მცდელობა და ამ ფონზე პოლიციელი გმირიას ყვირილი, როდესაც სრულიად უადგილოა ეს ყველაფერი და აშკარად ჩანს, რომ ეს ადამიანები ვერც პოლიციელები და ვერც ვერანაირად გმირები ვერასოდეს ვერ იქნებიან თუ ასე გაგრძელდა, ხო? ანუ თვით დაზიანებების ნაბიჯები მატულობს. ეს კანონზომიერების გამოვლინება არის თუ მათ აქვთ კიდევ რაიმე რესურსი, რომ საზოგადოებრივ განწყობებთან და ამ პრობლემებთან უფრო ადეკვატურები გახდნენ. მათ არავით არის დამატებითი რესურსი არა აქვთ, რაც არის ეს არის, რაც არიან ესენი არიან. გასაგებია, რომ მათი ძირითადი მუშაობის, ასე ვთქვათ, სტილი და მათი ძირითადი რესურსი არის მოწინააღმდეგე სისუსტეების გამოყენება, რაღაც ოპოზიციის სისუსტეების გამოყენება, ამ ოპოზიციის სისუსტის. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ ამის პედალირება, რომ აბა ამას რა შეუძლია, რაღაც იმედი იმისა, რომ ხალხი დაიღლება და რაღაც გაჩერდება და ან რაღაც შეცდომებს დაუშვებს და ამ შეცდომებზე ისინი იმუშავებენ, მაგრამ როგორც თქვი, თავისთავად როცა რაღაც მითს ქმნი, მე იმ მითს თვითონ იჯერებ და ეს ზოგადად ფსიქოლოგიური მექანიზმია, რომ იმისათვის, რომ ხალხი სხვა ადამიანი რაღაცაში დააჯეროს, თვითონ უნდა დაიჯერო. შეიძლება თავიდან იცი რომ ტყუილია, მაგრამ სხვის დასაჯერებლად გჭირდება რომ თვითონ შენ თავი დააჯერო, რომ რაღაც დამაჯერებლობა გქონდეს შენ საუბარს, ხო და ეს საზოგადოება რა არაფრის მაქნისია, როგორც თქვი, ამას თვითონ იჯერებენ და ამიტომ გაცავხედნენ და გათამამდნენ, ხო, ანუ რაღაც მათთვის მართლა სახიფათო, მათთვის მართლა
მათი რეპუტაციისთვის დამაზიანებელი რო არის რაღაცეები, უკვე ვეღარ ხედავენ, იმიტომ რომ ნუ თვლიან რომ აი ჩვენა ვართ, რაცა ვართ, ჩვენ გვაქვს ძალა, ჩვენ გვაქვს ფული, ჩვენ გვაქვს რაღაც ორგანიზაცია, ჩვენ გვყავს სასახა ლიდერი და ჩვენ გვაქვს პროპაგანდის მძლავრი საშუალებები, კარგად ნაკობი. ეს პროპაგანდის მანქანა არის აწყობილი, ვიღაც ისინი ყავთ ახლა კონსულტანტები და რაღაც მართლა მეტნაკლებად აწყობილი მესიჯები აქვთ ხშირ შემთხვევაში, ხო, რომლებიც ხშირად მუშაობს, ხო, ეს ყველაფერი აწყობილი გვაქვს. ჩვენი ოპოზიცია ფართო გაგებით, ან ნებისმიერი კრიტიკოსები ეს არის უფრო დაქსაქსული, ღარიბი, რაღაც ერთმანეთთან დაპირისპირებული ხშირად და ამიტომ ჩვენ ნუ მაგრები ვართ რაღაცნაირად, აი თავში ავარდნის სინდრომია ეს და ნუ შემდეგ ასეთი მოქმედებები, როდესაც არ არსებობს რაღაც სტრატეგიული რაღაც ხედვა, კი რაღაც კი გზავნილები არის, რომ ჩვენ მშვიდობას ვიცავთ და ჩვენი ალტერნატივა ომია და რაღაც ამაში ნუ გარკვეული უნარიანობა გამოიჩინეს, მაგრამ ამას თუ არ ჩავთვლით, ხო, ნუ რაღაცა რომ მოხდება, იქვე ფიქრობენ, თუ რამე ცუდი ხდება, ნუ ეს უნდა უარყო, ხო? ეს დუშენის ბავშვები, ნუ რამდენი რაღაც 100 ბავშვი აქვს საქართველოში თუ რაღაც ასეთია. ასევე უნდა მოიტყუო და ნუ რაღაცა იცრო რომ მაგალითად საერთოდ ეს რეგისტრირებული არც გაქვს სამალი და ევროკავშირის. მიხართ იმის რომ ევროკავშირი თვითონ გვწერს რომ კი გვაქვს რეგისტრირებულიო და ბავშვებს ვახმარდო ყველ. უნდა დადგე და ილაპარაკო რომ არა. ხო, ნუ რასთავარი ამის ვიღაცას თავისიანს ჯერასავით, ხო? აი ქალბატონის ინციდენტი, რომელიც აი სტუდენტებს ბათუმში, ხო, ძალიან ცუდი საყურებელი იყო, ლექტორია ეს ქალბატონი, როგორც აღმოჩნდა თავის მეუღლესთან ერთად, ძალიან არასასიამოვნოდ გამოიყურებოდა ზოგადად ლექტორის და პროფესორის ქცევის კუთხით, იმედი მაქვს ალბათ თავადაც დარდობენ ამის გამო, თუმცა შემდგომი კომენტარებით და ამ დასკვნის გამო თან არ შეიძლება, მაგრამ რაზე ეჭხობა იმ ბავშვებს, რომ თქვენო პირზე რძე არ შეგშრობიათო და რა იცით თუ ეგ ამბავიო, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ ბავშვებსო და პრობლემა არ არისო და ამავე სტუდიაში ნახევარ საათის წინ იდგა ამ ბავშვების ერთ-ერთი მშობელი, თუმცა თითქმის ყოველდღე ჩვენ ეთერში ყავს, რომლებიც ყვებიან, რომ ფორმალურად კომისია რაც შექმნეს, სამალი კი არა, ფორმალურად მულტიპროფილურად რაღაცას რო ეძახიან, ხო? რო შექმნეს იმ კომისიასაც არ დაუწყია მუშაობა, ყოველდღე ურეკავენ. იმ კომისიასაც კი არ დაუწყია მუშაობა. აი ამ ტყუილებით მიდიან და ამ ტყუილებს უმართლებს ვიღაცეები. პრობლემას არ აღიარებენ და რაღაც აი ტყუილებში, ტყუილის თქმაში რაღაც გარკვეული, რა ვიცი, უტიფრობა დავარქვათ თუ რაღაც აი აგდებული დამოკიდებულება, რომ ნებისმიერი ტყუილი შეგიძლია თქვა და ხალხი ამას გადაყლაპავს. ხო, რაღაც კი კომისია შექმენი, ის კომისია უბრალოდ სადღაც შექმნილია და წერია სადღაც რომ ის შექმნილია. ხო, შეიძლება არც არის გაფორმებული. ბატონ გია, სურათი კი აღწერეთ და არ ამგონია ინმეს რამე საწინააღმდეგო აზრი ქონდა, შეიძლება ასე სისტემურად ვერ აღალიბებდეს, მაგრამ მივოდექით იმ პრობლემას, რაც თქვენც ახსენეთ, რაზე კაპიტალიზირებს, ცდილობს ყოველ შემთხვევაში თავად ხელისუფლება და რეჟიმი. ეს არის ოპოზიციურ ფლანგზე არსებული სიტუაცია, დავარქოთ ამას წინააღმდეგობის ფლანგზე, ოპოზიცია იქ არ არის მარტო მოთამაშე. ამ ხრივ ჩვენ შეიძლება მოდი ვაღიაროთ, რომ ცოტა უფრო მეტი მოლოდინები ქონდა სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზების, კონსოლიდირების და მათ ძალად ქცევის თვალსაზრისით. ისინი ძალას არ მოადგენენ, მაგრამ უფრო მეტი მოლოდინები არსებობდა და ახლაც არსებობს. არის გარკვეული ტენდენციები, წარმატებას უსურებთ მათ, მაგრამ მოცემულობა ის არის, რაც არის, ამას დაემატა კიდევ თავად ოპოზიციური ალიანსის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანების შედარებით არსებული აშკარა პრობლემები, რომლის დამალობსაც ახლა აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თავადაც არ მალავენ, სადაც აშკარად განსხვავებული პოზიციები არის. არა მარტო მაგალითად მიხეილ სააკაშვილსა და მელიას შორის დაპირისპირების პათოსის და შინაარსის გათვალისწინებით, არამედ მიღებული გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, სუპოლიტიკურ დონეზე. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა გააკრიტიკა ალიანსი გადაწყვეტილების გამო, იმ სტრატეგიის გამო, რომელიც მათ აქვთ შემდგომი აქციების დინამიკასთან დაკავშირებით. და მან თქვა, რომ ახლა არის საჭირო მობილიზება, შეტევა და ასე შემდეგ. და მათ შორის აი სახელწოდებას ლოზუნგიც, ხო, საქართველოს უკეთეს იმსახურებს, ამაზე ის იძახის, რომ ამაზე ცუდი ლოზუნგი შერჩევა და მოფიქრება არ შეიძლებოდა. ხო, ანუ თითქმის ყველაფერი გააკრიტიკა, რაზეც ეს გადაწყვეტილება დადგა. ანუ
რა პროცესში ვართ ახლა ჩვენ? გასაგებია ოპოზიცია ერთგვარზე არც არასოდეს ყოფილა და ამით განსხვავდება ხელისუფლებისა და რეჟიმისგან, რომ იქ მრავალფეროვნება არსებობს, მაგრამ ამასაც აქვს რაღაც ზღვარი ოპოზიციური ეფექტურობის თვალსაზრისით. როგორ შეაფასებდით ამ წერტილს, რომელშიც ახლა არის? ხო, აქ არის ორი წინააღმდეგობრივი ტენდენცია, ერთი მხრივ თავისთავად ალიანსი რო შედგა, ეს არის პასუხი საზოგადოებრივ მოთხოვნაზე, ხო, იმიტომ რომ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი პირველ რიგში ამისთვის აკრიტიკებს, რომ გასაგებია, რომ პიროვნული ამბიციები არსებობს ლიდერებს შორის, რაღაც დაპირისპირებები და ამ შემდეგ, მაგრამ ეს არ გვაინტერესებს. ერთმანეთში თუ გინდათ სადღაც იკამათეთ, მაგრამ გვაჩვენეთ ერთიანობა, გვაჩვენეთ, რომ ძალა ხართ და შეგიძლიათ ერთად იმუშაოთ, ხო? ბოლოს და ბოლოს, მარტო პროტესტის, ასე ვთქვათ, ორგანიზება ხო არ არის, თუ ოპოზიცია ნიშნავს ალტერნატულ ძალას, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს ხელისუფლება. ესე იგი, ოპოზიციამ აქამდე უნდა აჩვენოს, რომ ის შეიძლება იყოს კოალიციური მთავრობა, ხო, როგორც მთავრობამ ერთად იმუშაოს და ამის უნარი უნდა აჩვენოს. და ფაქტია, რომ ამას ვერ აჩვენებს, მაგრამ ამავე დროს იცის, რომ უნდა აჩვენოს და ამიტომ თუნდაც ალიანსი შეიქმნა, ამიტომ საბოლოო ჯამში ეს ალიანსთან ასოცირდა, ხო, ეს აქცია 26 მაის აქცია, რომელიც პრაქტიკულად ყველა აღიარებს, რომ წარმატებული აქცია იყო, ხო, აქვს რაღაც წარმატებებიც და მაგრამ აქვს რაღაც დისფუნქციურობის დაბეჭდილებასაც ტოვებს, რაც თუნდაც ეს ძალიან ძაფრი პიროვნული დაპირისპირებები ამ შემთხვევაში მელიასა და სააკაშვილის შორის გამოვლინდა, მაგრამ უამრავი სხვა ასეთი გამოვლინებები არსებობს. ახლა ეს ამას ლაპარაკობთ უკვე მრავალი წელია ფაქტობრივად, ასე რომ ახალს პრინციპულად ვერაფერს ვერ ვიტყვით, სხვა ახალი მაგალითია უბრალოდ მელია სააკაშვილი, თორე ორი წლის წინ ალბათ სხვა მაგალითს მოვიყვანდით, მაგრამ პრობლემა ეს არის. და ის გასაგებია, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, როდესაც ერთის მხრივ საზოგადოებაში არის просто ნეგატიური დამოკიდებულება რაღაც ერთი ძლიერი ლიდერის იდეის მიმართ, იმიტომ რომ რაღაც თითქოს ცუდი გამოცდილება გვაქვს გამოკვეთილი ლიდერების ან ბელადების შემთხვევაში და ახლა რაღაც სხვა გვინდა, მაგრამ ამავე დროს რაღაც ჭირდება რაღაც ერთიანი ძალა და ერთიანი ძალა ხშირად რაღაც ერთ ლიდერს მოითხოვს. აქ არის რაღაც საწინააღმდეგო მოთხოვნები, საწინააღმდეგო საჭიროებები, მათ შორის საზოგადოების მხრიდანაც. ხო, აქ ბოლოს ამასაც დავამატებ, რომ თვითონ საზოგადოება რას თხოვს პოლიტიკურ კლასს, ასე ვთქვათ, უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებს, ესეც ხშირად წინააღმდეგობრივია, ხო? ერთის მხრივ მოითხოვს, რომ უფრო ერთიანი და აქტიური იყოს, მეორეს მხრივ ამბობს, რომ პარტიების წარმართული პროტესტი არ გვინდა და რაღაც სპონტანური საზოგადოებრივი აქტივობა ჯობია, მაგრამ ეს შეიძლება რაღაც შემთხვევაში ჯობდეს, მაგრამ თუ მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა, ეს ხელისუფლების შეცვლა ვიღაცით შეცვლა უნდა იყოს, ხო? და ეს ვიღაცა, ეს ალტერნატული ძალა აქედანვე მზად უნდა იყოს, ხო? და მაგრამ ეს ერთგვარი ანტიპარტიული განწყობა, რომელიც არსებობს, ასე ვთქვათ, მოპროტესტო საზოგადოების დიდ ნაწილში, ესეც არის ოპოზიციის დასუსტების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფაქტორი, რაღაც მანკიერი წრეგო აქვს. რომ ერთის მხრივ ოპოზიცია, ბევრი ადამიანი, რომელიც ვიცნობ, ასე ვთქვათ, რომელიც არ არის პარტიული, მაგრამ არის აქტიური მონაწილე პროტესტის, ამბობს, რომ არ მომწონს ეს ოპოზიცია და სუსტია და რატო უნდა, ასე ვთქვათ, მოვახდინოთ ჩემი ასოცირება მასთან. და რაღაცნაირად მართალია, იმიტომ რომ ოპოზიცია ვერ ასხივებს ძალას, ხო? მაგრამ
იმის გამო რომ ასეთი დამოკიდებულება კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების მხრიდან, ანუ ოპოზიციური საზოგადოება პოლიტიკურ ოპოზიციას სუსტად აღიქვამს, ეს თავისთავად ეს აღქმა არის ფაქტორი იმისა, რომ ოპოზიცია სუსტი იყოს, ხო? იმიტომ რომ ოპოზიციურ პარტიაში მისვლა და ოპოზიციურ პარტიასთან ასოცირება რაღაცნაირად ტეხავს, ასე ვთქვათ, ჭყალებში და ეს არის ფაქტორი იმისა, რომ ოპოზიცია არ გაძლიერდება. იმიტომ რომ, რაღაცნაირად თვითონ სტიგმაა, რომ რაღაც პარტიაში ხარ საერთოდ და რაღაც პარტიასთან ხარ ასოცირებული. ეს რაღაც მანკიერი წრე იქმნება და ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორია ასევე იმ პრობლემისა, რაზეც ვსაუბრობ.